ვისაუბრებთ თბილისის კამერული მუსიკის მე-17 ფესტივალის შესახებ და აღნიშნული ფესტივალის კონცერტების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება სტუდიის სტუმარი, ფესტივალის დამფუძნებელი, მუსიკათმცოდნე ქაბატონი მარინა ახმეტელი. დილამშვიდობის ქაბატონი მარინა. მადლობას მოგახსენებთ. თბილისის საპატიო მოქალაქე და რომელსაც გილოცავთ. დიდი მადლობა. დავასწარი გეგი გილოცავთ რა თქმა უნდა ქაბატონი მარინა. ქაბატონი მარინა, როგორც აღნიშნეთ, მე-17 იმართება უკვე აღნიშნული ფესტივალი და 31 ოქტომბერს, ასევე 3 და 4 ნოემბერს გაიმართება ეს ღონისძიებები. ხო, რამდენი დიახ, 31 ოქტომბერს იწყება, 5 ნოემბერს მთავრდება და კიდევ გვაქვს 6 კონცერტი გვაქვს სულ. სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა სტილის მუსიკა სრულდება. უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თუ შეიძლება თითოეული ღონისძიების შესახებ. ფესტივალი დაარსდა 2006 წელს, მაგრამ წინ უსწრებდა კამერული მუსიკის ფესტივალს კამერული ანსამბლების კონკურსი, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა იყო კამერული მუსიკის, ასე ვთქვათ, ხელშეწყობა, პოპულარიზაცია საქართველოში, იმიტომ რომ 10 წლების მანძილზე ეს ჟანრი რაღაცნაირად ჩრდილში იმყოფებოდა და არ იყო საპატიოდ დაფასებული. არადა ეს არის მთელი დიდი სამყარო მუსიკალური ხელოვნების, რომელსაც აქვს უმდიდრესი რეპერტუარი და იმდენად ამაღლებული და იმდენად სიღრმისეული მუსიკა, რომ ხშირად მას ელიტარულ ჟანრად მოიხსენიებენ და დასავლეთ ევროპაში და საერთოდ აი ესეთ მუსიკალურ მაღალი მუსიკალური კულტურის ქვეყნებში ეს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ჟანრია. რადგან შევეხეთ ამ ჟანრს, კაბატონმა აქვე ვთქვათ თუ ეს ჟანრი რას ავითარებს ადამიანში, რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ეს არის ანსამბლური მუსიკა ძირითადად, სადაც მუსიკოსები ერთიანდებიან და ერთად მუსიცირებენ. ეს არის კვარტეტი. აი სწორედ ერთადერთი კოლექტივი, რომელიც ასე ვთქვათ, ამ ჟანრს ემსახურებოდა პირნათლად, ეს იყო ჩვენი სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი სულხან ციცაძის სახელობის. ეს არის ესეთი მწვერვალი იყო ჩვენი საკამერული მუსიკის. დანარჩენი ფორმები, როგორც არის დუეტი, ტრიო, სექსტეტი, ეს ჟანრები უფრო იშვიათად სრულდებოდა ჩვენს საკონცერტო ესტრადაზე და რაც მთავარია, კამერულ მუსიკას სასწავლო კერებშიც არ ჰქონდეს ის საპატიო ადგილი არა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მუსიკოსთა აზროვნებისათვის, აი ესეთ პარტნიორული ურთიერთობის კულტურას ანვითარებს. ეს მით უფრო უცნაური იყო ჩემთვის, რომ საერთოდ ჩვენი ხალხური მუსიკა ანსამბლურია თავისი სტრუქტურით, პოლიფონიურია და ეს კამერული მუსიკაც ასევე პოლიფონიურ საყდენებზე აღმოცენებული და სრულიად გაუგებარი იყო შეხედულება, რომ საქართველოში აი ეს არ უყვართ კამერული მუსიკა და ეს არ ხდებოდა აი ამ მენტალობის, ასეთი ანსამბლური მენტალობის განვითარება პროფესიულ მუსიკაში და სწორედ აი ამ პრობლემამ ასე დამაფიქრა და ამიტომაც ყურადღება გადავიტანე ამ ჟანრზე და ჯერ კონკურსის საშუალებით ვცდილობდით ახალგაზრდობის მოზიდვას, მაგრამ ამ ამოცანამ არ გამართლა, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჯერ კიდევ საფუძველი მომზადებული არ იყო და 2 კონკურსი კი ჩავატარეთ და მესამე ჩავარდა. ასეთი გამოცდილება მივიღე და მე უცბად ვიფიქრე, რომ მოდით კონკურსის ნაცვლად გავაკეთოთ ფესტივალი, იმიტომ რომ კონკურსი მაინც შეზღუდულია ასაკი კონკურსში მონაწილეები და ფესტივალმა პირველივე ფესტივალმა გამართლა, იმიტომ რომ მოიღეს მონაწილეობა ჩვენმა, ასე ვთქვათ, ცნობილმა მუსიკოსებმა და ეხლა მე მგონი გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, ეს მარტო ჩვენი დამსახურება ალბათ არ არის, მაგრამ სულ უფრო ხშირად ის ანსამბლები სრულდება და აუდიტორიაც დაინტერესებულია და მე მგონი გარკვეული წვლილი ჩვენამდე შევიტანეთ. 17-ით ტარდება ეს იმას ნიშნავს, რთულად შედეგი გამოიღო ამ ფესტივალმა. მაგრამ მე ახლა ისე თავს არ მოვიწონებ, მაგრამ თვითონ კამერული მუსიკის დამსახურება ყოველი ფესტივალი წარმატებით მტარდება და ჩვენ გვყავს ისეთი მუდმივი პარტნიორები, რასაკვირველია საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, აი ჩვენი ცნობილი ანსამბლი
ვოკალისტები, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ ჟანრს თავდადებით ემსახურებიან, ეს იყო ბატონი კონსტანტინე ვარდელი, რომელიც სამწუხაროდ აღარ არის, თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია და ოთარ ჩებინიშვილი, ეს ცნობილი კვარტეტისტები. ეს ანსამბლი ახლა გაახალგაზრდებულია. ბატონი კოტერაღა არის, გიორგი ხაიდრავა მის ნაცვლად, მეორე ვიოლინოც ახალგაზრდა შემსრულებელია, მაგრამ ისინი ასე ვთქვათ, ჩვენი საფუძველია ჩვენი. ასევე საქართველოს თბილისის კამერული ორკესტრი, საქართველოს სიმფონია და აი ეს ორი ანსამბლი მუდმივად მონაწილეობს და მე დიდი მადლობა მინდა მათ მოვახსენო აი თანადგომისათვის და ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ამ ამოცანებს. გარდა ამისა, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შემსრულებელი ჩავრთოთ ამ პროცესში. ერთი კონცერტი ეძვნებათ მოსწავლეებს თბილისის ნიჭიერთა აწლედის მოზარდებს და თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სემინარიის. სხვა სასწავლებლებში ჯერჯერობით ეს საგანი ასე ვთქვათ ეს სათანადოდ კიდევ ვერ ამუშავდა. ისიც საქმე იმაშია რომ ჩვენ გვიდა რომ პატარები უკვე მოზარდები ერთმანეთთან პარტნიორობდნენ და აი სხვა სასწავლებლებში მოზარდები უკრავენ კონცერტმეისტერებთან ესე პედაგოგებთან ერთად. ესეც ალბათ ბოდის შეგაწყვეტინეთ ბატონო მანანა, ალბათ რთული პროცესია ხომ გამოუცდელი მოზარდების სცენაზე დგომა პირველად არ ხდება ისინი თავისი პროგრამებით, თავისი სპეციალობის მიხედვით გამოდიან ფორტეპიანოს მოსწავლებია და ვიოლინოს, მაგრამ აი ერთობლივად აი მაგალითად შესანიშნავი კონცერტი იყო უკვე აწლედის ბავშვების და სემინარიის და ჩემსიხარულს საზღვარი არ ქონდა, იმიტომ რომ ეს ხდება ბავშვობიდანვე, მაგალითად გერმანიაში ოჯახური მუსიცირება ძალიან განვითარებულია, მთელი ოჯახის წევრები, შვილებით ერთად ანსამბლებში უკრავენ სახლში. აი ეს ისეთი საფუძველია საერთოდ და მუსიკალურ კულტურას იმდენად ხელს უწყობს, რომ ჩვენთანაც ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ რატომღაც ვაპარაკობ რთულად ვიბინარებს. დამოკიდებულება სწორედ ბავშვობიდანვე ყალიბდება. ბავშვობიდანვე, რასაკვირველია და ეს პარტნიორული ურთიერთობის სიხარული და განიცადონ. ეს ხომ მშვენიერი პროცესია, როცა ერთად მე ვიოლინე, ჩელისტი, პიანისტი ერთად ერთიანდებიან, უკრავენ გენიალურ მუსიკას, იმიტომ რომ შექმნილია უზარმაზარი ლიტერატურა, კლასიკური, რომანტიკული, იმპრესიონისტული, ყველა მიმართულების კომპოზიტორები მუშაობდნენ ამ დარგში და უზარმაზარი საშუალება რეპერტუარის თვალსაზრისით, რომ მოზარდებიც დაეუფლონ და ასე ვთქვათ. ყველასათვის კარგად ცნობილია დღევანდელ დღეს მით უმეტეს მუსიკა თუ რამხელა როლს თამაშობს ადამიანის განვითარებაში, მით უმეტეს კომუნიკაციის დამყარების თვალსაზრისით და აქ, როდესაც 5 მუსიკოსი კვინტეტი უკრავს, როდესაც 6 მუსიკოსი ერთიანდება, ეს არის 9 მუსიკოსი, 100, აი კამერული ორკესტრი, კამერული ოპერაც კი არსებობს, კამერული სიმფონიებიც არსებობს, ესე იგი, კამერული გუნდები არსებობს, აი ისეთი დიდი არჩევანია, რომ ვერ წარმოედგენთ. აი ჩვენთან კიდევ ძალიან პრობლემატურია კამერული ვოკალური მუსიკა. რატომღაც ჩვენი მომღერლები სულ ოპერისკენ მიისწრაფვიან, არა აქაც დიდი სიმდიდრეა შექმნილი და სულ სხვა სპეციფიკა განსხვავდება საოპერო სიმღერისგან, კამერული შემსრულებლობა, ეს არის რომანსები, ეს არის სიმღერების ციკლებია შექმნილი დიდი კლასიკოსების მიერ და იცით იქ ნიუანსებზეა დამყარებული. ვოკალიზაციის პრინციპებიც სულ სხვა არის და აი თითებზე ჩამოსათვლელი ყავს მომღერლები, რომლებიც გატაცებულები არიან ამ ჟანრით და ერთ-ერთი სამაგალითო ეს ჩვენი ნატალი კუქუთათელაძე, რომელიც გრძნობს ამ ჟანრს მთელი თავისი არსებით, თავისი ტემბრი, თავისი ინტონირება სხვანაირია, იცით და ნატალი კოს აი უყვარს ეს და შვენიერად ჩვენ კონცერტებში ყოველთვის თითქმის მონაწილეობს ქეთი ქემოკლიძე, ასეთი ჩვენი ცნობილი მომღერალი, ისიც დაინტერესებული ამ ჟანრით და შესანიშნავად მღერის აი ამ კამერულ ნაწარმოებებს. აი რა ვიცი, ძალიან მინდა რომ აი ბევრმა ვოკალისტმა მოსინჯოს. შაშამ ჰქონდა ასეთი კონცერტი, მოვიწვია ჩვენი ცნობილი მომღერლები და
წარმატებითაც ჩატარდა, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, რომ ვიღაცა ამ ჟანრს აი სისტემატურად მიყვება, მხოლოდ ნატალი კოშებია. წელს რამდენად არიან ჩართულები წლევანდელ ფესტივალში, რომელიც უკვე მე-17 იმართება ქალბატონო მანანა ახალგაზრდა თაობა, ახალგაზრდა თაობა აუცილებლად. ახალგაზრდა თაობა აუცილებლად, რასაკვირველია, ახლა ასეთი ტრიოს და კვარტეტებს შეასრულებენ ახალგაზრდა ჩვენი შემსრულებლები, ნათია ბერაია, ასეთი თეა ბახტაძე, დიმიტრი ბოქოლიშვილი კარნეტისტი, მათ 31-ში აქვთ კონცერტი მცირე დარბაზში. ჩვენ 3 კონცერტი გვაქვს დიდ დარბაზში და 3 კონცერტი გვაქვს მცირე დარბაზში. ერთი კონცერტი ეძღვნება კომპოზიტორ გიორგი ჩუბინიშვილს, მის ასე ვთქვათ სიმღერებს და რომანსებს და შეასრულებს ეკა მამალაძე, რომელიც საუკეთესო შემსრულებელია კომპოზიტორის ნაწარმოებების და ნინო გულიაშვილთან ერთად მცირე დარბაზში ჩატარდება ეს კონცერტი და მეგორი საინტერესო იქნება გახსნაზედაც ჩვენ ნატალიკო მღერის დათუნა ალადაშვილთან ერთად. დათუნა პიანისტია, ნიჭიერი, მაგრამ ამავე დროს კონცერტმეისტერია. კონცერტმეისტერია ეს კამერულ მუსიკაში კონცერტმეისტერს კიდე სხვა დატვირთვი აქვს. ეს დაახლება კი არ არის, ეს არის ორი პარტნიორი. სრულფასოვანი პარტიები აქვთ მათ და დაახლებას კი არ უწევს, არამედ აი ისიც დამოუკიდებელი ფუნქცია აქვს მას და ეს არის ანსამბლური მუსიკის საფუძველი. ერთად უკრავენ, მაგრამ ამავე დროს ერთნაირი დატვირთვა აქვთ და აი ინდივიდუალობას ამჟღავნეს მომღერალის, კონცერტმეისტერის და ამას ქვია მრავალფეროვნება მთლიანობაში. ეს საფუძველია ანსამბლური მუსიცირების. ისე რომ აი ასეთი და რაც თავარია ჩვენი ასე ვთქვათ სავიზიტო ბარად წარმოადგენს შესანიშნავი დუეტი. ეს არის ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი მევიოლინე ვერიკო ჭუმურიძე, რომელიც სწავლობდა კარგი სკოლა აქვს ძალიან გავლილი, ძალიან პრესტიჟული კონკურსების ლაურეატია და დგას ასე თქვა ჩვენი სახელოვანი მევიოლინების მარინა იაშვილის, ლიანა ისაკაძის, ლიზი ბათიაშვილის აი ამ რიგში დგას უკვე უფრო ახალგაზრდა და შესანიშნავი მევიოლინე და მე მას ყავს ასევე მშვენიერი პარტნიორი კონცერტმეისტერი, ის ჩვენი კონსერვატორიის აღზრდილია მამიკო ნახაპეტოვი. ეს სამაგალითო დუეტია თავისი სრულფასოვნებით. თქვენს გადაგრჩენია, რომ წარმატებები უსურვოთ მათაც თქვენს და ფესტივალს. იმედი მაქვს, რომ აუდიტორია როგორც თქვენი შესანიშნავი გადმოცემით ფესტივალს რომ საერთოდ არ დაესწროს ადამიანი, ასე მოუნდება რომ კამერული მუსიკით დაინტერესდეს. აი მე განსაკუთრებით ახლა ვიცი როგორი დაინტერესება უკვე სალაროს მიხედვით ვიცი და მინდა რომ მოაწყება გამამყვრდოს სწორედ აი ამ დუეტის ვერიკოსი და მამიკონის დუეტზე, იმიტომ რომ ეს იქნება მართლაც ჩვენი ფესტივალის კულმინაცია. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდზე დგახართ და დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას. კარგად ბრძანებისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ რომ სტუდიის სტუმარი გახდათ ფესტივალის დამფუძნებელი მუსიკათმცოდნე მანანა ახმეტელი.